ჩანგრეული ხიდის საქმის რეზონანსული გაგრძელება დაკავებულია კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს მძიმე ბრალდებები წაუყენეს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 4 პირის მიმართ. გამოძიების საგანია 2018 წელს დაწყებული პროექტი კერძოდ სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე აშენებული 800 მეტრიანი სახიდე გადასასვლელი, რომელიც 2023 წლის თებერვალში მშენებლობის დასრულებიდან მალევე ჩაინგრა. მაშინ ხიდის მერვე ბურჯი ჩამოიშალა. გამოძიება ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას არავინ უწევდა და შესაბამისი ოქმები ყალბდებოდა. შედეგად პროექტი უხარისხოდ შესრულდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით დემონტაჟისა და დამატებითი აღდგენითი სამუშაოების შედეგად სახელმწიფომ ამ პროექტით ჯამში 12 მილიონზე მეტი ლარით იზარალა. გამოძიების მიხედვით თითქმის 4 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისება მოხდა. მაკალაშხი აგვეტყვის ვინ არიან საქმის ფიგურანტები და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას. მაკა. სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ გზაზე ჩატეხილი ხიდის საქმეზე დღეს პროკურატურამ 5 პირი დააკავა და მათ შორის არის სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელის მოადგილე ლევან კუპატაშვილი. Როგორც უკვე პროკურატურაში განაცხადეს, მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილია. რაც შეეხება საქმეს გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიასა და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანია აკორდ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რა დროსაც უნდა აშენებულიყო ხიდების 11 მეტრიანი მონაკვეთი სამტრედია გრიგოლეთის გზაზე და ამის მონიტორინგი უნდა ეწარმოებია უცხოურ კომპანიას 4 კომპანიისგან შემდგარ კონსორციუმს და თავის მხრივ ამ კონსორციუმის მონიტორინგი უნდა განეხორციელებია სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს, თუმცა როგორც გაირკვა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიმდინარეობდა მშენებლობა, არც ერთი წარმომადგენელი უცხოური კომპანიის საქართველოში არ ჩამოსულა და შესაბამისად საზედამხედველო ფუნქციას ისინი არ ასრულებდნენ. ამის შესახებ იყო ცნობილი იყო დაკავებული პირისთვის, თუმცა მას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეფექტურად შესრულებულიყო სამუშაო. შესაბამისად აღნიშნული კომპანიები ამბობდნენ, რომ სამუშაოები სრულდებოდა და შესაბამისად ამ შესრულებული სამუშაოსთვის მას 1.200.000-მდე ლარიც აიღეს. ამის შემდეგ კი კომპანიამ, რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო, საუბარია კომპანია აკორდზე 4 მილიონამდე ლარი განთავსდა მათ ანგარიშზე. რაც შეეხება ამის შემდეგ უკვე მალევე ჩაინგრა ხიდი და შესაბამისად სახელმწიფოს მოუწია დამატებითი თანხების გამოყოფა და დამატებით 12 მილიონამდე გამოიყო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. საბოლოო ჯამში კი პროკურატურის ინფორმაციით სახელმწიფომ აღნიშნული პროექტი 16 მილიონამდე იზარალა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია აკორდ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტ ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა. საქართველოში არ მყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1.172.529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3.259.678 ლარს. შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ლევან კუპატაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამის დასტურად ადვოკატს მოყავს ის, რომ 3 თვის წინ, როდესაც ლევან კუპატაშვილი პირველად დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში, ის გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, სრულად ითანამშრომლა, მიაწოდა ყველა დოკუმენტი, რაც იყო მოთხოვნილი პროკურატურისგან და ასევე მან ყველა მის მიმართ დასმულ კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, ის წარდგენილ ბრალში ადვოკატის ინფორმაციით თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება საქმის მასალებს, ჯერჯერობით ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალები არ გადმოცემია, სავარაუდოდ ხვალ დილით გადასცემს უკვე პროკურატურა საქმის მასალებს. ადვოკატს და ადვოკატის ინფორმაციით საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და ის 70 ტომისგან შედგება. ბატონი ლევანი თავად არის დაინტერესებული სიმართლის წარდგენით ამ საქმესთან დაკავშირებით. მას როცა კი დაურეკეს და თხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, ეს იყო 3 თვის წინათ იმყოფებოდა ის გამოკითხვაზე და დაუყოვნებლივ გამოცხადდა. დღესაც როგორც კი დაურეკეს, ასევე გამოცხადდა ამ გამოკითხვაზე, ასევე ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც კი რამე თხოვეს მას რომ გადაეცათ გამოძიებისთვის, თავად გადაცა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ის გამოძიებასთან თუმცა თანამშრომლობა თავისუფლად არ მოიაზრებს იმას, რომ ის ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. ერთადერთი შემიძლია ითქვას, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ლევან კუპატაშვილს სახელმწიფო ბრალდება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებს, როგორც ცნობილია, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ისინი ამ ეტაპზე იმყოფებიან მიმალვაში. მათ ბრალად ედებათ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად უფლება და ყალბი დოკუმენტების მომზადება. მე აქვე გეტყვით, რომ დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი, მენეჯერი და ასევე იმ კონსორციუმის წარმომადგენელი, ვისაც ზედამხედველობა უნდა გაეწია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურა კანონის დადგენილ ვადებში უკვე მიმართავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ აღკვეთის ღონისძიებაზე პროცესი უკვე ხვალ ჩაინიშნება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა 5-ვე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. მადლობა, მაკა ლაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.